რა დღე გაგვითენდა, დღეს მატჩის დღეა. კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი. ესტონეთის ჩემპიონი ლევადია, საქართველოს ჩემპიონი იბერია 1999-ის წინააღმდეგ. 20 საათი და 30 წუთი. ხო, ახლა უნდა ვიფიქრო ვის დავაბარო სამი ქულა, მაცივარზე მისაკრავი და რამე კარგი სუვენირი. აბა ესტონეთში ახლა ჩურჩხელა და ტყემალი არ იქნება. მოკლედ, ბევრი რო არ გავატრაკოთ, რამე წამომიღეთ სამ ქულასთან ერთად ვინმე. ბუჩკი, ხომ იყურებ შეკაზიოლო, უეჭველი ვიცი რომ იყურებ. ერთი კაი რამე წამოიღერო ავაფეთქოთ მერე. პროფესორ, ალბათ ახლა იკითხავ. როგორ შედეგებს ველოდებიან? რა თქმა უნდა, წინაშუშა ორიანი. ანუ ლაბაოი ორიანი. ხო გახსოვს გამონათქვამი. მოკლედ, ბევრი რო არ გავატრაკოთ, დღეს ვიგებთ. ერთი კვირის შემდეგ ჩამოდის ესტონეთის ჩემპიონი და ჩვენგან მიაქვს მხოლოდ ტკბილი მოგონებები, ჩურჩხელა, ტყლაპი, ტყემალი და ასე შემდეგ. სამი ქულა ჩემი ფეხები. მიდი პროფესორო, დაწერე კომენტარი. რა ანგარიშით მოვიგებ დღევანდელ შეხვედრას. სამწუხაროდ დღევანდელ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო გიზი მამაგეიშვილი გამოტოვებს. მან წინა შეხვედრაში წითელი ბარათი მიიღო. რაც შეეხება ახლა ჩვენს მეტოქეს, ვერ ვიტყვი რომ გადასარავი ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ ესტონეთის ჩემპიონი ტყუილად არ გახდებოდა, ასე რომ ბრძოლა ნამდვილად იქნება. პროფესორო, დაუკვირდი ხო, თბილისის იბერია ხვდება ჩემპიონებს. ამის შემდეგაც ლუქსემბურგის ან უელსის ჩემპიონს შორის გამარჯვებულ შეხვდება. დანარჩენი სამი ქართული კლუბი ქვეყნის ჩემპიონებს არ ხვდება. ხო, ეს იმის გამო შეგახსენეთ, რომ ჩვენ ნავარაუდები გვაქვს, რომ იბერიას შედარებით მარტივი მეტოქეები შეხვდა და მინიმუმ პლეი-ოფი უნდა დაიდოს. ადვილი მეტოქეები ქვეყნის ჩემპიონები ვერ იქნებიან. მე კი ვიცი, მაგრამ თუ გინდა შენ დაწერე კომენტარებში, რატომ ხვდება იბერია მაინც და მაინც ქვეყნის ჩემპიონებს და დანარჩენი სამი გუნდი არა. მეტი, დიდი და ფართო მასშტაბიანი ზღაპრებისთვის შეგიძლია გამომყე YouTube-ზე. დაახლოებით რო გითხრათ, ჯერჯერობით 128 გამომწერი ვართ და მე იმედი მაქვს, რომ სულ მალე 200 ვიქნებით. YouTube-ის გამომწერებთან შედარებით TikTok-ის გამომწერები არის ჭიჭვეიშვილი და ბრავო იმ ქართველ YouTuber-ებს, რომლებსაც 100,000-ზე მეტი გამომწერი ყავთ.